მაგალი წნევები, გულის შეტევა, ცუდი კოლესტერინი, ეს პრობლემები ერთი დღეში არ დაემატება. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი სწორი კვებით და ცხოვრების წესით, რომ შეიცვალოთ. კი ბატონო, თუ თქვენ უყურებს ამ ვიდეოს ბოლომდე, თქვენ გაიგებთ, როგორ შეიძლება მარტო საჭმელით ამ პრობლემის მოგვარება. ერთი ყველაზე დიდი მითი და ტყვილი ეს არის, რომ ცხიმი არავჭამო სისხლძარღვები გასუფთავდება და ცუდი კოლესტერინი მოვა ქვევით. ცხიმი არ უმატებს კოლესტერინი. გულის დაავადებები, მეგობრებო, გულში არ ხდება. გულის დაავადებების პირველი მიზეზი არის ინსულინის რეზისტენტობა. თუ ხარ დღეს 70 წლის, ინსულინის რეზისტენტობა დაიწყო შეიძლება 40 წლის რო იყავი. დაახლოებით 40 წელი დაგჭირდა დიდი გაიზარდა ეს ცუდი კოლესტერინი და მოემატა ეს წნევები და გულის სხვადასხვა პრობლემები. მაგრამ კარგი ამბავი ეს არის, რომ 3-დან 6 თვის სწორი კვება და ცხოვრების წესისგან თქვენ შეგიძლია ეს მომატებული პრობლემის მოგვარება. ბევრი ადამიანი ჩემთან მოდის და ეუბნება, რამე სისხლძარღვების გასაწმენდი მინდა. არ არსებობს რამე ჩოტკი, მეგობრებო, რომ სისხლძარღვებს გაწმინდო. არსებობს საჭმელები, თუ თქვენი კვებაში ეს საჭმელი იქნება, თუ თქვენ არა მარტო ეს საჭმელი, რას არ უნდა ჭამო, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გააკეთებთ, კი ბატონო, მაშინ არსებობს ეს ჩოტკი, ის საჭმელები, მერე ის საჭმელები გაგიწმინდებს თქვენი სისხლძარღვი. ხდება პირველ რიგში ინსულინის რეზისტენტობა დალაგდება, მეორე ცუდი კოლესტერინი კი არა, კარგი კოლესტერინი მოემატება, როცა კი კარგი კოლესტერინი მოემატება და ინსულინის რეზისტენტობა დალაგდება, თქვენ დაინახავ მუცლის ირგვლივს გაჩედებული წლები, რომელიც არის, ეს ცხიმი დაიწყებს დაწვას და ეს ცხიმი რო დაიწყეს დაწვას, ჩათვალე რომ ინსულინის რეზისტენტობის დალაგება დაიწყოთ. იმ შემთხვევაში თქვენ წონაშიც დაიკლები და თქვენი არტერიები რო არის, ეს გაიწმინდება და ის თუ გაიწმინდება, მაშინ მაგალი წნევებიც დალაგდება და მომავალში გულის შეტევების რისკიც შემჩნდება. დავიწყოთ პირველი საჭმელი რა არის? პირველი საჭმელი, ყველაზე საუკეთესო პირველი საჭმელი არის ნიორი. ნიორი უმატებს ჩვენი ძარღვებში ნიტრიკ ოქსაიდი. აფართვებს და აწმენდავს. მაგრამ ეს წმენდა ხდება დრო და დრო, როცა თქვენ სწორ კვებაზე იქნები. როგორ უნდა მიიღო ეს ნიორი? 1 ან 2 კბილი დაჭერით, დატოვე 10 თუთი, შეგიძლია პირდაპირ ჩაკლაპოთ, მიაყოლო წყალი, ან ადუგებული წყალი დაასხით. დაელოდე 10-15 თუთი, მერე ეს წყალი დალიე. ცუდი კოლესტერინის კლელია ეს ნიორი. ცუდი კოლესტერინი მოვა ქვევით მოვა ცუდი კოლესტერინი. კი ბატონო, ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოვა. მეორე საჭმელი. ეგეთი ნებისმიერი საჭმელი, სადაც შედის ომეგა-3. სად შედის ომეგა-3? ცხიმის, სადაც ბევრი ცხიმიანი თევზი, სელის თესლი, ჩიას თესლი, თესლეულებში, ანუ მცენარეული თუ გინდა, ყველანაირი თესლეულში შედის ომეგა-3. თუ ჭამს ხორცი, თევზი, კვირაში 2 ან 3 ჯერ აუცილებლად მიაყოლე ნებისმიერი თევზი. გულისთვის, გინდა ტვინის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა. შედეგი, ჯეთუნის ჯეთი უნდა იყოს აუცილებლად თქვენი კვებაში. ჯეთუნის ჯეთი რაშვება და კიდე ერთი მითია, ჯეთუნის ჯეთში საჭმელი შეჭვა არ შეიძლება. მაგალი ტემპერატურაზე არ შეიძლება, მაგრამ დაბალი გაზი ნებისმიერი საჭმელი შეჭვით. მეორე, თუ სოცხალი შეჭამს, თუ პირდაპირ ჩაკლაპავ, ან სალათებში რო გააკეთებ, ეს უკეთესი იქნება და რას აკეთებ, რატო უნდა იყოს კვებაში. ენდოთელიუმ
ქვია ჩვენი ძარღვების შიდა კედელი, ეს იქნება ძანსაგი. რბილი უნდა იყო, ეს ყოველთვის რბილი უნდა იყო და ზეითუნის ზეთი საუკეთესოა იმ შემთხვევაში. ბოსტნეული ნებისმიერი, რომელიც აქვს მწვანე ფერი. მწვანე ფერის ნებისმიერი ბოსტნეული, ოღონ ბოსტნეულის ჭამის ყველაზე საუკეთესო დრო არის თქვენი მთავარი საჭმელი რო არის. ორჯერ ხო ჭამს? ეს მთავარი საჭმელის ზუსტად წინ უნდა ჭამს. ზუსტად წინ ნაჭამი ბოსტნეული ალაგებს ყველაზე საუკეთესოდ ინსულინის რეზისტენტობა. პლუს ეგეთი ადამიანი, რომელიც ვერაფერით წონა ვერ იკლებ, აუცილებლად ცადე ესე. ჯერ ჭამე ეს ბოსტნეული, შერეული არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბოსტნეული იქნება. მერე მიაყოლე თქვენი სხვა საჭმელი. ინსულინის რეზისტენტობა დაალაგდება. სიარული. სიარული რა დროს? სიარული საჭმელის ჭამის ნახევარი საათის მერე. დღეში ორჯერ. რა სისწრაფით? არ აქვს მნიშვნელობა. ნელა, ჩქარა, მიდიუმ არ აქვს მნიშვნელობა. დაიწყე საჭმელი ჭამის მერე სიარული, ეს ინსულინი, ეს არის მთავარი. თქვენი სისხლძარღვები რო გაწმენდო რამე ჩოთქივით. ინსულინი სტაბილური იქნება, შაქარი სისხლში სტაბილური იქნება, არ გაიჭედება არადროს ძარღვები. ცივი წყალი არ დალიო. თბილი წყალი და დღის პირველი წყალი თუ იქნება ცხელი, უფრო საუკეთესო. თელი დღე მეტაბოლიზმი იქნება უსტრაფეში. ზოგი ეძახის მითია, კუჭა აზიანებს, ჩაი და კავა თუ კუჭს არ აზიანებს, მაშინ ცხელი წყალი იგივე ტემპერატურის, რომელიც კავასია და ჩაესია, როგორ უნდა დააზიანო კუჭი. ესეთი მითებს ნუ უსმენ მეგობრებო, ცხელი წყალი საუკეთესოა, საუკეთესო. ერთხელ მაინც დალიე, ხო შეიძლება ერთხელ მაინც დალიე ერთი წიქა ცხელი წყალი. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია, აუცილებლად ყველა მეზობელს, ყველა მეგობარს გააზიარე, რომ სისხლი, ძარღვები, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რაღაცა არსებობს ტაბლეტი, რომ გაწმინდო. არა, კვება. ესე მოიკეცი, 3-დან 6 თვეში ძარღვები იქნება საუკეთესო მდგომარეობაში. თქვენი გული იქნება ძანსაგი. კარგად და ჯანმრთელად.